გამარჯობათ მეგობრებო. დღეს არის 21 მაისი. ახლა დაგიფიქსირებ დროს. ახლა არის 8 საკლია 11 წუთი. ესე იგი, იმის გამო რომ მე დაბლოკილი ვარ უკვე რამდენი ხანია ვინც ის, 28 მაისამდე მაქვს მე ბლოკი დადებული. საპატრიარქოსგან შემოგარგებო, მანამდე კიდევ ერთი კვირით ვიყავი და მე 5 დღეს რო გავუსინჯე მე გასვლა, მაშინ და რო თქვი რომ ესე იგი საღამოს 40-ზე დაიდება თქო რაღაც სერიოზული ვიდეო თქო, იმ დღესვე უბრალოდ იმ საღამოსვე დამბლოკეს კიდევ ერთი თვით. ახლა მე ვიმყოფები თბილისში და გუშინ ესე იგი ერთ ახლობელთან ვიყავით სანახავად და რო გამოვდიოდით მაშინ იქვე სკვერში დავინახე ესეთი პატარა რაღაც რომელიც ყოფილა თურმე 9 აპრილის მემორიალი მე რო ვიკითხე მაგრამ იმის გამო რომ მე არ ვიყავი ესე იგი Facebook-ზე ვერ ვაქტიურობდი და გადაბლოკილი ვარ მე ვერ მოვტვინე ასე ვთქვათ რომ ჩამეწერა ეს აი ესე მაინც ახლა როგორც ვაკეთებ. იმიტომ რომ რაღაცას რო დავინახავ ეგრევე გავაძრობ ტელეფონს რო იტყვი ესე ჩავთავ ლაივს და განახებ ყველაფერს ცოცხალში. და გუშინ ღამით ვიფიქრე ასეთი რამ ეს როგორ გავუშვა ხელიდან აი ესეთი კლასიკური მაგალითი ჩვენი მართლმადიდებლობისა. ნუ ხო იცით ამას მე სიაფანთ მადიდებლობას ვეძახი, მაგრამ აი ხა მე თქვენ განახებთ ერთ სასაულს, რომელიც ეს ზუსტად 100-დან 100-ში, ანუ კონკრეტულად, ხო იცით, მე მიზანში რომ ვიყავ თლად ეგეთ წერტილში მორტმა, აი ესე განახებთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი, ასე ვთქვათ, ეს მართლმადიდებლური ვითომ თავდადება, თავგადადება თუ თავგაწირვა თუ რაღაცა, რასაც ვეძახით. ახლა მე დავკოქავ მანქანას, წავალ და განახებთ, დავაპაუზებ ცოტა ხანი. მეგობრებო, ახლა მე ვიმყოფები დიღმის მასივში, ეს არის მე-6 კვარტალი. აქეთ არის 12 კორპუსი და აქეთ 23 და ამას შორის არის პატარა სკვერი გაკეთებული. შემოაბროს. ხედავთ, როგორც ხედავთ, აქ ბავშვების გასართობი, პატარა სკვერი არის. ამასაც გაკეთებული, კი ბატონო, და აი რა მიქცია ხა ჩემი ყურადღება. უფრო სწორედ, როგორც ვიცით ჩვენ აღშფოთება. აი ეს არის შემოგარგებო, ნახეთ, გაკეთებული აქვთ. ნუ ვიკითხეს რა არის მეთქი პირველ რიგში, ხო? რა არის მეთქი? კარგია ხა, ხანტებია, ჯვარია გაკეთებული ყველაფერი. ეს მითხეს რომ 9 აპრილის მემორიალიაო. ჯერეთი და აქ რა უნდა 9 აპრილის, კარგი, ვიფიქრე ალბათ რომელიღაც მონაწილე 9 აპრილის მონაწილე რომელიც გარდაიცვალა, მის ერთ-ერთი არ ცხოვრობს. გავიკითხე ესეთი რამ არ არის. კარგი, ბატონო, გააკეთეთ, ხომ? კი ბატონო. გასაფასებელია, მაგრამ ჩემი აღშფოთება კიდე არ ქვია ამას, ამას ქვია აი რაღაც ამაზენი დაუნდობლობა და ამაზენი გულცივობა ყველაფერი იმისა, რასაც ვაკეთებთ ვითომ. და მოდით ახლა გააკვირდით რაზე გამისკდა გული უფრო სწორედ. აი გააკვირდით ახლა აი ამ ხატებს. დააკვირდით. თქვა მომხოტავია ყველაფერი და მოულელი და ერთი ამბავია. ხო? გააკვირდით. ხო? ახლა ამათ ხატებს დააკვირდით. მინიმუმ 3 კილო მტვერი ადევთ. მინიმუმ 3 კილო. ხედავთ ხო?
მე მგონი აშკარად ჩანს თუ არ ვთქვი, ხო? აი ჩემო მეგობრო. სულ რასაც გავიძახი სულ ყოველთვის. გული მწყდება კი არ არის. ნუ მოკლედ უნდა გადაირივ ადამიანი აი ესეთ სიაფანთ მადიდებლობაზე. ეხა აქ რომ ვინმეს მეკვიდე და უთხრა. ეს რა არის ხალხმა წვენია და რას უშვებით, ხატები, გილაგია, ნუ კაი, მიწაზე რა დავუშვა და გადამწყვეტი ის მნიშვნელობა მაგალითად, ხო? მაგრამ ხა აი აქ ყვები ცოტა ხალხი არ ცხოვრობს, ხო? აი ამ კორპუსებში, ხო? ნახეთ რამხელა კორპუსია. ან აქეთ. ვირბლივად შეულებრივი თბილისური ის არის რა. ხო? სავსე არის. ასე ხო უყურებთ ყველაფერს ერთად რა. და ნუ თუ ერთი ადამიანი ვერ დაინიშნა ამის მომვლელი. ან ზაფხულდა ამას მომვლელი, როდესაც თითოეული რო ჩამოვა შეულებრივად და მივიდეს რაღაც წვერი მაინც გადაწმინდოს, გადაფერხოს. ეს ხო 9 აპრილის მემორია ეს არ არის ვინმე კერძო ადამიანის სიტყვაზე რაღაცა ის გაკეთებული აქ ნიშა, რომ გარდაიცვალა ესა და ეს ადამიანი და აი ნუ სიტყვაზე მარტო ოჯახმა მიხვდა ან ნუ მეზობელმა ან ძალიან ახლობელმა, ხო? ეს არ არის ხო კერძო ხალხო. ეს არის საზოგადო საქვეყნო ტკივილის რაღაც ნიშა გაკეთებული, ხო? მე და თუ ასეა და თუ აი ამ პირობით და აი ამ წესით გააკეთეს ეს ყველაფერი მით უმეტეს დილამშვიდობა. მაშინ ხომ რა ვიცი, ყოველი გამოვლელი არა მარტო კორპუსის წევრი კაცი. თუმცა ეს 1000% ეხება კორპუსში მაცხოვრებლებს. ვასეა კაცო. და ეხლა მე თქვენ განახეთ, ხო? ეს არის როგორ გითხრათ, კლასიკური ფორმა ჩვენი მართლაც და სიაფანთ მადიდებლობისა. მე არ ამიღია ხა სხვა, ასე ვთქვათ, ისე ეკლესიებში კი ბატონო გასაგებია იქ არის და იქ გულიან და რაღაცა. მაგრამ თუ გააკეთე ისეთნაირად ხალხო, რომ ღმერთის წინაშე მაინც იყავ მართალი, ან საკუთარი თავის წინაშე, ან ვიღაცას სხვის დასანახად მაინც იყავი, ხო, მაგრამ ეს ხო გააკეთე დასანახად ვიღაცას მომიდა, მოდი გავაკეთოთ ეს რაღაც ხელგულზე, ან ნასვამზე ალბათ. გამიგეთ და გავაკეთოთ, გააკეთეს. მაგრამ რომ გამოფხიზდნენ, როგორც ვიცი ჩვენ ჩვევიათ, ხო, რომ სუფრაზე ვარ, მხოლოდ მარტო ვაშკაცები და ქართველები და მაშინ გიყვარს თურმე აჭარა ის რა ქვია, სამეგრელო კახეთი, ყველაფერი ერთად და თურმე ყველას ერთად მაშინ ტყივა. მაგრამ რო გამოფხიზდები და მე რო ყველაფერი ვავიწყდება და ფეხებზე რო ვიკიდებთ. აი ეს არის სწორედ ეს მაგალითი. გასმით, ახლა არ ვიცი, აი ხო ახალხანს იყო აი 17 მაისის სიწმინდის დღე. ხო? რომელიც ილიამ ბატონო დანიშნა. ნუ დანიშნა ხა ილიამ კი არა საპატრიარქო მოიფიქრა ეს ასე, ხო? და ეს იყო იმის გასაბათილებლად, ვიცით ახლა LGBT-ს გასაბათილებლად, ვინაიდან 17-ში ჰქონდათ მათ დღესასწაული, ხო? ნუ კარგით, გავიდა, წავიდა ახლა დამთავრდა უკვე ეს ყველაფერი, LGBT აღარ არის. და ისევ საპატრიარქომ დაქოქა ხალხი და გამოიყვანა. აუარება ხალხი, ხო? აუარება ხალხი. და აღნიშნეთ თვითონს და სიწმინდის დღე. ერთ დღეს 365 დღეში ეს მაშ როგორც კი ეს გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებო, მაშინ მართლაც და ეს საჭირო იყო ამ LGBT-ს ჩახშობა და რაღაცნაირად, მიუხედავად ამისა, როგორც კი გამოცხადდა, მე გამოვიდი და პირველივე ვიდეო დავდე და ვთხლიშე ამათ ეს მამხილებლად. მაშინაც დამბლოკეს. რატომ აფერ კაცო შენ ისო გესმით ახლა და ეხლა როგორ არის მაშინ კიდევ თქვი და ეხლა კიდევ თქვი
საპატრიარქო ყოველთვის ცდილობს, რომ მოირგოს თავის თავზე და თავისი იმიჯი რამენაირად ამოეკაჩა იმ დროს, იმიტომ რომ მთელი სიბილწე, მთელი LGBT-ც იქ აყავთ. პედოფილებიც იქ აყავთ. სხვადასხვა პიდარასტი და პედოფილი სხვა რამეა, ხო იცით? პედოფილებიც იქ აყავთ, პიდარასტებიც იქ აყავთ. ნარკომანებიც იქ აყავთ, კაცისყრილებიც იქ აყავთ. და ამათი ფუნკული გასდა სადღაც 7-8 წლის უკან. ნუ დაიწყო გამომზევრობა რაღაც იმათი სამზარეულოდან 1 2 3 4 5 და ხალხი რო დაიშოკა. ხო, და კარგავდნენ უკვე ასე ვთქვათ თავის სტატუს quo-ს და ყოველთვის აი იყენებენ რაღაც ეძებენ ისეთ რაღაცებს, რომ თავის თავზე მოირგონ და ვითომ აი ჩვენ გავაკეთეთ ეს. ხედა რა მაგარი ბიჭები ვართ, როგორი ეროვნულები ვართ, როგორი ერზემზრუნავები ვართ, როგორც ღმერთისათვის და იმდენი თქვენი. ნუ მოკლედ 17 მაისი ახლანდელი გამოვიდა უარება ხალხი და გეტყვით ახლა ასეთ რამეს. მეგობრებო, სამწუხარო და საუბედუროდ რაც კორონას დროს იყო, ახლა ასე შეკრებოდა და არავინ არ შეკრებავდა იმ დროს, იმიტომ რომ ყველა დაფანტეს სახლებში, მაგრამ პირიქით მოხდა. იმის მაგებრად რომ ახლა 17 მაისს ხალხი ერთად რო შეგროვდა უამრავი ხალხი და ამით ხო გამოჩნდა თუ რამდენია ვართ, ხო? და კორონას დროსა ყველა სახში შეყარეს და ყველამ დაიჯერა ეს და გაბითურდა და გარეთ დავდივდით მხოლოდ რამდენიღაც კინკილა ადამიანი, რომელიც ვიყავით მოწინააღმდეგე, რომელიც ვიყავით გამოღვიძებულები და სხვასაც ცდილობით გაგვეღვიძებინა და ვუკაკუნებდით თითქოს სახს და თითქოს ადამიანის გონებაში ასე, რომ გამოეღვიძათ. ხო? იგივეა. გამიგე? რა იმ დროს გაბითურებული ხალხი და რა ამ დროს 17 მაისს გაბითურებული ხალხი. სამწუხარო და საუბარი ჩვენი ნათესავები, ოჯახის წევრები, ყველანი იქ იყვნენ, ხო? და რატომ იცით? იმიტომ რომ მართვადები არიან. პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ზღვარის პოზიცია. ზღვარი, ზღვრის ფარა, რომელსაც წინ მეუძღვის მგელი. ოღონდ ვერძის ტყავში გახვეული. აი ამიტომ არის, რომ ამ ქვეყანაზე ვერა და ვერ მოვიდა ხალხი გონზე, თუნდაც 1/13 მაინც. სანამ ეს მონსტრი ხალხს აბიტურებს და აზის თავზე და წველის როგორც უნდა ისე და ატყავებს როგორც უნდა ისე, სულიერად და გონებრივად. აი ხო გეუბნებით, როდის გვეშველება ბატონო დაიდო? აი აქამდე სანამ აი ამ ჩარჩოებიდან არ გამოვარდა, არაფერი არ გეშველება. პირდაპირ გეუბნებით. პირდაპირ. საერთოდ გეტყვით ახლა რომ ყველა რელიგია მოგონებული იქ რა ქვია ისლამური, ბუდისტური, კრიშნაიდული, იუდაური, მართლმადიდებელი, კათოლიკური, ეს ყველა შემოკარგებო არის ადამიანების შექმნილი. და ეს რელიგია არის გარკვეული ჩარჩო. არის გარკვეული ჩარჩო. ჩარჩო, რომლის იქითაც ბევრი თქვენთანი ვერ გადის. რომ გახვალ, არ იქა იქ მუსულმანური, არ იქა იქ იუდეურია, არ იქა იქ კათოლიკურია და რაღაც. აბა იმათ კითხეთ, იმათაც ისე აქვს. ისინი ჩარჩოში არიან. აი ცალ-ცალკე დაგვაკომპლექტეს, გამიგე, ცალ-ცალკე დაგვაკომპლექტეს, რომ შენ ხარ ყველაზე უკეთესი, იმათ უთხრეს შენ ხარ უკეთესი, იუდეველებს უთხრეს შენ ხარ უკეთესი, მუსულმანებს უთხრეს შენ ხარ უკეთესი და მორჩა და ერთმანეთთან გადასასვლელი ხიდი აღარ არის. და გადასასვლელი ხიდი კი არა, როგორც კი ერთმანეთს ასე ვთქვათ შეხვდებიან, ეგრევე მიდის ხოცვა-ძლება. ეს რაღაცას ხო აწყობს. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს არ გაუჩენია ეს რელიგიები ხალხო. ღმერთს არ დაუნიშნავს დოგმები და არ დაუნიშნავს ასე ვთქვათ ჩარჩოებში არ ჩაუწევია ადამიანი პირიქით მას უთხრად იყავიო შენი თავის უფალი. ეს მე რამდენჯერ ახსენე. თან დახურულ ჯგუფში რო ქონდა იქ ხომ საერთოდ რა ვიცი რა არ ვილაპარაკენ და რა დონეზე. შენ ხარ თავის უფალი ხარ ადამიანო. გამიგე? რომ შენ ხარ ავტო მართველი შენი თავისა. რომელიც ღმერთმა მოგცა და ეშმაკი პირიქით შენ არ გაგზევს ავტომმართველობას ის შენ მასზე ხდის დამოკიდებულს.
რომელიც დღევანდელი სიტყვით არის მონა. და ის მონა კიდე ჩაგვიწერეს იქ. მე მეორე დღეს სულელი მონა ხდისა. ეხლა ვიღაცა დებილი კიდე გამოხდება და იტყვის, აჰ, კაცო, იმას დავითს ხო ქონდა დაწერილი და იმაზე ხმალზე თუ ერთი ამბავი და რაღაცაო და მე არის დავითი იყო მე-18 საუკუნეში და მეგეუბნებით პირველი საუკუნე მესამე საუკუნის სამ საუკუნე ნახევარის შემდეგ დაიწერა თქო ქრისტეს შემდეგ. და რაც იყო დოგმები დადებული, იმას ეთაყვანებოდა დავითი კიდე. რა არის აქ გასაკვირი და ისა რა თუ დავითი დაწერა, ესე იგი, ეხლა მე-12 საუკუნე და 21 საუკუნის შორის განსხვავება ხომ უნდა იყოს ხალხო. და მიუხედავად თუ გჯერავს მაგ ბიბლიის შემოგარგვა, მაშინ ბიბლიას წერია რომ არაფერი არ არის დამალული რო არ გაცხადდეს. და მოდის გაცხადების დრო, მაგრამ გეუნებიან ამას თანასწორ ეს იქნება ბოლო ჟამსო. და არა მე-12 საუკუნეში დავითის დროს და არა მე-11-ში არ იქ ამერი წმინდანები გეუბნებით ხალხო იმ წმინდანების დროს არ იყო ბოლო ჟამი და დღეს არის ბოლო ჟამი თქო და დღეს უნდა ითქმულიყო ეს ყველაფერი როდის გვეშველება არასოდეს გვეშველება სანამ აი ამ მონსტრს, რომელსაც ქვია ვატიკანის ფილიალი და რომელიც როგორც გითხარით მართავს ხალხს როგორც წყლის ფარა და ერთ დაძახებაზე თითის ირგვლივ რო გაგვატრიალებენ და როდესაც თავში უდგას გეილი დაუნდობელი წყლის ტყავში, ვერძის ტყავში გახვეული მანამ არაფერი არ გეშველება როგორ დავიხსნა თავი? უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე შემოკარგება. უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. მეტად არ გამოგივეთ. ასეთ მონებს არ შველით, ასე ვთქვათ, ერთი და ორი ადამიანი ხელმძღვანელი. არ შველით. იმიტომ რომ როგორც კი ფილმი რაღაცა რო გითხრათ, რომ ასეკნად ისეკნადო, იმიტომ შენ თუ არ ახარ თავისუფალი და სანამ არ განთავისუფლდები შენ, ხო? მანამდე შენ ყოველთვის მოგატყუებს ის, იმიტომ რომ ჯერ იმისგან არ ახარ განთავისუფლებული, მონობისგან არ ახარ განთავისუფლებული, გესმის? ჯერ მონობისგან წინ თავი ვერ გიხსნია ადამიანო. და შეიძლება მომენტ ახლა დღეს ვიღაცის ნათქვამი მოგეწონოს, ვიღაცის მოწოდება მოგეწონოს, მაგრამ შენ იქ რო ხარ, ხელი და ფეხი და თავები შეკრული, იქიდან როგორც აი ესე გაგიკეთებენ, ეგრევე აქ ისე წამოგანცუცულებენ და გეტყვია რომ სიტყვაზე რომ მე რო გითხრათ და დავიწყოთ ხალხმა მოდით ასე მოძრაობა ან თავისუფლება ან ერთი ამბავი ისინი ისე მოგთაბლავენ რომ დავით ორდია გამოვა ვიღაცა ანტიქრისტი და ისედაც ვარ მე ანტიქრისტი იმი გავცელებით და ასე ვარ სექტის წევრი თუ ხელმძღვანელი მე დავით ორდია გესმით ასე რომ სანამ თქვენ თავად არ იბრძოლებთ საკუთარ თავი ასე მიუხაუზენით რომ გამოიყვანოთ ამ მონობიდან მანამდე 100 დავით ორდია ვერ გიშველით და კიდევ 100 ვიღაცა სხვა რომელიც იბრძვის თქვენი გამოღვიძებისთვის გესმით შემოგარგებ აი დღეს რო განახეთ კლასიკური მაგალითი სიაფანტ მადიდებლობის ჩვენი მეტი რა გინდა კორპუსი წინ გააკეთეთ 10 მეტრში უამრავი ხალხი დადის, გადის, გამოდის და 3 კილო ნახევარი მტვერი როადებს ხატავს. აიგა. მეტი არ ესა ჩვენი სიაფანტ მადიდებლობა, რომლისთვისაც ღმერთი ამ ფარისევლობას არ მოპატიეს და არ დაგავიწყდეს რომ 7 ჯერ ისჯება, არაერთხელ 7 ჯერ, ასეთი ფარისევლობა. ესე, არაფერი არ გეშველებათ. არაფერი. სანამ არ გამოხვალთ აი ამ კლანჭებიდან. მონობის კლანჭებიდან. კარგად ბრძანდებოდეთ, მოვალ შეხვედრამდე.